მოგესალმებით, ეს მილენიალია. მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს მინდა ვისაუბრო ბეჭდების მბრძანებელზე. პირველ რიგში ეს იმიტომ მინდა გავაკეთო, რომ ამ ბოლო დროს რამდენიმე მინი განხილვა შემხვდა, რომელიც ჩემი მოგრძალებული აზრით ძალიან ზედაპირული იყო. იყო ერთი განხილვა, სადაც პრაქტიკულად ადამიანი იმას ამბობდა, რომ საურონი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო თავისუფალი ხალხები აქციის მონაწილეები არიან. მოკლედ, ესეთი განხილვები ჩემთვის ძალიან უინტერესოა და ამიტომ გადაწყვიტე შევეხო ბეჭდების მბრძანებელს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბეჭდების მბრძანებლის სრულ განხილვას ვერ შევძლებ. ამიტომ ფრაგმენტულად განვიხილავ. შეიძლება სერიებიც გავაკეთო, სადაც ბეჭდების მბრძანებელზე ვისაუბრებ. ასევე სანამ დავიწყებ განხილვას, უნდა ითქვას, რომ თავის დროზე ჯერ ვუყურე პირველ ნაწილს, მერე წავიკითხე წიგნი და მერე გამოვიდა უკვე მეორე და მესამე ნაწილი. ამის გარდა ბევრი განხილვა და რეცენზია წავიკითხე. ამოვიწერე ისინი, ეხლა კი შევეცდები რაღაცნაირად დავალაგო ეს ყველაფერი და განვიხილო ბეჭდების მბრძანებელი. დავიწყოთ ბეჭედით. ბეჭედი არის სიმბოლო. რონალდ ბარტის წიგნში მითოლოგიაში საუბარია იმაზე, რომ ნიშანს აქვს აღნიშნული და აღნიშნელი. ბეჭედი აღნიშნულია თავისთავად როგორც ბეჭედი, მაგრამ აღნიშნულია გარკვეული შინაარსი, რომელიც ბეჭდის უკან იმალება და რომელსაც ჩვენ მასში ვდებთ. უფრო კონკრეტულად ბარტის მაგალითს მოვიყვან. შავი ქვა თავისთავად ის აღნიშნულია როგორც შავი ქვა, მაგრამ შეგვიძლია აღნიშნავადაც იქცეს. მაგალითად, სასამართლოზე შავი ქვა შეიძლება აღნიშნავდეს სიკვდილის დასჯას. სწორედ ამ დროს ეს ქვა გახდება ნიშანი. როდის გავიჩნდა ბეჭედის ნიშანი? ეს მოხდა ანტიკურობის დროს. ამ დროს ხელმოწერის ბეჭედი გამოიყენებოდა დოკუმენტის დამადასტურებლად და მათი კანონიერების მისათითებლად. თუკი აქამდე ბეჭედს ჰქონდა მხოლოდ სიმდიდრის ნიშანი, ამის შემდეგ ბეჭედს გაუჩნდა განსაკუთრებული ნიშანი, მბრძანებლის ნიშანი. შესაბამისად, ნიშანი ყოველთვის იქცევა გარკვეულ ძალად. ბეჭდების მბრძანებელში ბეჭედს აქვს ყველას მართვის ნიშანი. ბეჭედი შექმნა საურონმა და ჩადო მასში საკუთარი სული. მაგრამ მეორე მხრივ ის თავად გახდა დამოკიდებული ბეჭედზე. არავის აღარ შეეძლო ბეჭედის მართვა, უკვე ბეჭედი მართავს მის მფლობელს. რა სარგებელი აქვს ბეჭედს, რომელსაც მისი მფლობელი საბოლოოდ ვერ იყენებს თავის სასიკეთოდ? საურონის მთავარი თვისება არის ის, რომ ის ბოროტი გმირია. ტოტალურად ბოროტია. ამიტომ უამრავი ჩვენგანი ბეჭდების მბრძანებაში ხედავს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას. მაგრამ მოდი შეკითხოთ დავსვათ, რა არის ბოროტება? სტოიკოს ფილოსოფოსებს მიაჩნდათ, რომ ბუნებაში არ არსებობს თავისთავად ბოროტი და კეთილი. ბოროტება და სიკეთე ჩნდება მაშინ, როდესაც მას ადამიანები იყენებენ. ესე გაჩნდა ბეჭედიც, რომელსაც არ შეუძლია ბოროტება ჩაიდნოს თავისთავად, სანამ ვინმეს ხელში არ აღმოჩნდება. კი, მისი მაგიური ძალა იპყრობს ადამიანებს, მაგრამ ყველა თვითონ წყვეს, გაიკეთოს თუ არა ბეჭედი. სხვათა შორის პლატონის სახელმწიფოშიც ხვდება გიგსის ბეჭედი. გლაუკონი, პლატონის ძმა, საუბრობს გიგსის ბეჭდის შესახებ. ამ ამბის მიხედვით გიგსის წინაპარმა იპოვა ბეჭედი გამოქვაბულში. ბეჭედს ჰქონდა უნარი, უხილავი გაეხადა მისი მფლობელი. მან გამოიყენა ეს უნარი, შეაცდინა დედოფალი, ბეჭდის დახმარებით მოკლა მეფე და თვითონ გახდა მმართველი. გლაუკონის მიხედვით, როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს ადამიანი, ის ვერ შეძლებდა ამ ცნობებისთვის გაეძლო. გასაგებია ტოლკინმა საიდანაც აიღო ბეჭდის სიმბოლოც, მაგრამ წიგნში არაგონი და ლეგოლასი არასდროს არ ფიქრობდნენ ბეჭედზე. იმის მიუხედავად, რომ ბეჭედს შეეძლო მათთვის მიეცა ძალა, ისინი შიშობდნენ, რომ ბეჭედი მათ ნებას დაეპატრონებოდა. მართლაც და ბეჭედმა გააგიჟა გოლუმი, გააბოროტა ბილბო და ბოლოს ფროდომაც ვერ შეძლო ცნობას გამკლავებოდა. გამოდის, რომ ძალა არა იმაშია, რომ შეეწინააღმდეგო ბეჭედს, არამედ უარი თქვა მასზე. ზუსტად ისევე, როგორც სახელმწიფოში სოკრატე ამბობს, რომ ვინც არ აიღო ბეჭედი, ის ბედნიერია, რადგან ის თავისი სურვილების ბატონია, ხოლო ვინც აიღო ბეჭედი, ხდება მონა საკუთარი სურვილების. საინტერესოა, რომ ბეჭდების მბრძანებელში არ არსებობს არც ერთი რასა, რომელსაც არ აყვნეს ბეჭედი. ამით ტოლკინი გარკვეულწილად გვეუბნება ქრისტიანულ იდეას, რომ ყველაში არსებობს თავდაპირველი ცოდვა და შესაბამისად დაცული არავინ არ არის. ადამიანებიც, გნომებიც, ელფებიც და ჰობიტებიც მოწყვალები არიან ბეჭდების წინაშე. ფროდო დამარცხებული გმირია. მან ვერ შეძლო ბეჭდის განადგურება. ბეჭედმა საბოლოოდ დაიმორჩილა მისი ნება. მაგრამ აქ შემოდის მეორე ქრისტიანული იდეაც, მოწყალება. გავიხსენოთ გოლუმის ეპიზოდი. ფროდო რამოდენიმეჯერ შეეწყალებს გოლუმს. იმ დროს, როდესაც ყველა ეუბნება ფროდოს, რომ გოლუმი უნდა მოკლას, გავხსენოთ სემსა და ფარამირის შემთხვევა. ორივე აფრთხილებს ფროდოს, რომ გოლუმის ნდობა არ შეიძლება. მაგრამ ფროდო თავის სიკეთისა და მოწყალების გამო გოლუმს არა მარტო სიზღვრას შეუნარჩუნებს, არამედ შეეცდება მასში სიკეთეს დაინახოს. მართალია გოლუმი მართლაც შეიტყუეს ფროდოს, შეეცდება მის მოკლას, მაგრამ რომ არა ფროდოს გულმოწყალება, ბეჭედი არასდროს განადგურდებოდა. რაციონალურად რო შევხედოთ ფროდოს, რა თქმა უნდა, მას უნდა დაეჯერებინა სემისა და ფარამირისთვის. მაგრამ სწორედ სიკეთის გამარჯვების საფუძველი გახდა გულმოწყალება. გოლუმი გადარჩა და ბოლო ეპიზოდში დამარცხებულ ფროდოს ბეჭედს სწორედ გოლუმი ართმევს
და ესე ნადგურდება ბეჭედიც. სიკეთემ გაიმარჯვა გულმოწყალების შედეგად და არა რაციონალური გათვლების წყალობით. ეს აბსოლუტურად ქრისტიანული იდეაა. ღმერთი თავის ნებას სამყაროზე სწორედ სიკეთის გამოვლენებით ანხორციელებს და ეს სიკეთე ხდება მიზეზის საბოლოო გამარჯვების ბოროტებაზე. მოკლედ დღეს ამით დავამთავრებ ბეჭდების ბრძანებელზე საუბარს და თუ თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა მსგავსი განხილვა, შემდეგში გავაგრძელებ სხვა ნაწილების ჩაწერას. მადლობა ყურადღებისთვის.